სამთავრობო ლოჟა განთავსდება. რევოლუციის 3 წლის სპეციალურად თბილისისთვის ჩინეთიდან გამოგზავნილი ნაძვის იმისთვის რომ საათნახევარი წყალში გაატაროთ არ უყვარვარ. თუ თქვენთვის სიყვარული ჯერ არავის აუხსნია. ტელეიმედი თავისთავად ისედაც ძალიან ახალგაზრდული კოლექტივისაგან შედგებოდა და უმრავლესობას თანამშრომლების 20, 23, 24, 25 წლის ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. ნინი და სხვა სტაჟიორები, რომელიც და იმიტომ რომ ნინიმ თავის დროზე სწორედ სტაჟიორის სტატუსი დაიწყო ჩვენთან მუშაობა, მათ შორისაც კი ძალიან პატარა იყო. და პირველი ცირე შოკი, რომელიც მქონდა ნინისთან ნაცნობობის დროს, ეს იყო იმის გააზრება და გაცნობიერება, რომ ნინის კიდევ ბავშვი ყავდა, ანუ შვილი ყავდა. ძალიან კარგი ბიჭი, რომლის ზრდასაც ახლა ვაკვირდები და მიმაჩნია, რომ დედამისმა შეეძლო და შეუძლია იამაყოს დღესაც, რომ ესეთი კარგი შვილი გაზარდა თუნდაც იმას საკამდე. ანუ მეგობარი იყო და შემდეგ დედა და ეხლა ხშირად მახსენდება ძალიან და მინატრება. ნინი იყო ფეიერვერკი. აი ესე ჩვეულებრივი ფეიერვერკი იყო. ვერ მიხვდებოდი რა ასაკის იყო, იმიტომ რომ პატარა ბავშვით უყვარდა ყურადღება. რაღაც თავისი სამყარო ქონდა თითქოს, ოღონდ ძალიან რეალისტი იყო, მაგრამ აი რაღაც ისინი ქონდა ხოლმე, სულ ვიღაცაზე იყო შეყვარებული. ოღონდ ეს მართლა ვიღაცა იყო, ესე კონკრეტული ადამიანი შეიძლება არ ყოფილიყო. ძალიან უყვარდა ცხოვრება. ყველა უყვარდა. ყველა არ ვიცი, ადამიანების მიმართ იყო ძალიან თბილი და ტკბილი და ძალიან მხიარული ყვარცი. იმიტომ არა, რომ ეხლა მიწევს მე ნინის გახსენება. ჩემთვის იყო ძალიან დადებითი ადამიანი. ჩემზე იყო, არ ვიცი, რამდენი წლით პატარა, მაგრამ იყო ჩემი მეგობარი. ძალიან თბილი, ძალიან კეთილი, ძალიან ყურადღებიანი და რაც თავარია, რაც ჩვენ გვიყვარდა რა ოპერატორებისთვის ძმაკაცური, ასაც ქვია რა, ისეთი ეხლა თქვენც კარგად იცით და ჩვენც კარგად იცით რა. თუკი ვინმე ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ისეთი, რომელიც თელს თავის გულს, თელს თავის ენერგიას დებდა საქმეში, ეს იყო სწორედ ნინი. ამიტომაც ყველა ძალიან გვიყვარდა. ჩვენთვის იყო ტრაგედია და შოკი, რაც მოხდა. ალბათ დღემდე ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც მუშაობდა ტელეიმედში იმ წლების განმავლობაში, იმ გრძნობით ცხოვრობს, რომ ნინი არცაც წასულა და ის დღესაც ჩვენს გვერდითაა. ბოლო 6 წელია, როდესაც მეკითხებიან და მეუბნებიან, რომ ნინი ანდღულაძეზე რამე უნდა მოვყვე, ძალიან ვფრაზდები, იმიტომ რომ ვერ ვიგებ ნინი ანდღულაძეზე წარსულში რატომ უნდა ველაპარაკო. მისი გარდაცვალების პირველი დღიდან საკუთარ თავთან მაქვს შეკითხვა რატომ და აი ამ რატომზე პასუხი ვერ მივიღებ ერასოს და ალბათ ნუ ვერც მივიღებ. მის სიცოცხლეშიც მაგას ხვდებოდი, რომ ის იყო რაღაცა განსაკუთრებული ადამიანი და ყოველთვის ვიძახდი სამეგობროში, რომ იგი მიყვარდა განსაკუთრებულად და ეს სულ ხაროდა ხოლმე და სულ დამისვავდა და აი ბევრი რო ვიჯექდი ხოლმე, აი თქვი ვინ გიყვარს ყველაზე ძალიან და სულ ვიძახდი ხოლმე, რომ ნინი მიყვარს განსაკუთრებულად და მართლა დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს. ნინი იყო სიცოცხლით სავსე, სადაც შედიოდა, შექონდა სიცოცხლე, მაგრამ ამის უკან იდგა ტკივილიც, იდგა პრობლემები, რომელიც ნინის მუდამ ჰქონდა. იყო ძალიან კარგი დედა. მისი მთავარი საფიქრალი, მთავარი სიხარული იყო იკა. იყო ძალიან კარგი შვილი, გიждდებოდა ლელიზე და ჰქონდა ოცნება, რომ ეცხოვრა ერთ დიდ სახლში ლელისთან, რომელიც
მე როგორც გაირკვა და როგორც რაც გამოჩნდა სამწუხაროდ მას შემდეგ რაც ის აღარ იყო რომ ამ ყველაფრის ამ ტრიპაჩოვის ამ ხიარულების ამ ის ყველაფრის მიღმა დიდი დარდი და დიდი წუხილი იმალებოდა და მე მის ნაწერები როცა უკვე ჩვენ კი ვიცოდით ყველამ რაღაცას წერდა ეს ადამიანი მაგრამ ესე ასე ვთქვათ სიღრმისეულოდ რომ დარდი ქონდა არავინ არ უცოდით და როგორც ეს ყველას გამოგვეპარა ზუსტად წინა დღეს ვესაუბრე ქორწილში იყო და ძალიან კარგი ხასიათზე იყო სხვათა შორის რაღაცაებიო ბევრი მაქო მოსაყოლია და გთხოვ არ დაიძინო და მერეო დაგირეკავდა რომ ის განსხვავება რომ დაგირეკავდა ყველაფერს მოგიყვებიო და სხვათა ეხაც სულ მინის ხმა აი მახსოვს და ის საუბარი ძალიან კარგად მახსოვს ნინისთან და ზუსტად რომ დავკიდე რა თქმა უნდა ჩამეძინა იმან არ დამირეკა და აი საზარელი ამბავი უკვე ღამე ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა ჩემთვის არა მარტო თანამშრომელი, ერთ-ერთი უახლოესი მეგობარიც იყო და არ ვიცი, სამწუხაროდ ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, ვინც ნინი ნახა, მე ვიყავით ლაშა ხარაზიშვილის ქორწილში, შემდეგ იქიდან ქორწილის შემდეგ წავედით ქალაქურში რამდენიმე მეგობარი, ცოტა ხანი ვიყავით კლუბში და შემდეგ უკვე წავედით სახლში, სადაც მოხდა ის, რაც მოხდა და არ ვიცი, ჩვენთვის ყველასთვის ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ისტორია დაიწყება აუცილებლად. და თან აუცილებლად ლამაზი დასასრული არ ექნება იმიტომ რომ მე მჯერა თუ რამე ნამდვილად დაიწყო ის არასოდეს დასრულდება არასდროს დასრულდება არაფერი თუმცა ხშირად ეს არაფერი ყველაფერია